ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ.com-ის მიერ. უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალენ მეცოდვილი 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 კუნძული ომი 1942 წელი აი ჩაიდალien Los! Vorwärts! Such sie! Vorwärts! Los! Weiter, wir müssen hier sein! Los! Vorwärts! Sucht sie! Weiter! Links! Such! Hier ist niemand! Hast du was? Ich finde hier niemanden. Niemand hier! აქ არავინ არ არის. არის როლოთ. ქნებდებით. არის როლოთ. Schnell halten. Sammel dich. Reicht jetzt, heb ihn auf. Wo ist der Სად არის კაპიტანი? როგორ? Wo ist der Kapitän? სად არის კაპიტანი? Nicht verstehen. არ მესმის. არ მესმის. ნუ მირტყამთ. გავიგე. აქ. გავიგე. აქ არის, გაჩვენებთ. აქ არის, ტიხონ.
ტიხონ, გამოძვერი. Wie lange? რამდენი ხანი? 20 წუთი. Die sind wertlos. Erschießen. ვისვრი. Anlegen. არა. არა, არ მომკლათ. გევედრებით. ადექი. არ მომკლათ. არ მომკლათ, არ გინდათ გთხოვთ. აღარ ვიზამ. არ მომკლათ. არ გინდათ, არა. Töte ihn. Sei ein Mann. შენ თვითონ გააკეთე. არა, არ vicი. Sei ein Mann. მოკალი შენი კაცი. Und du wirst და leben. იცოცხლე. არა, არ ვიცი. არ მინდა. არ გავაკეთებ. არ გავაკეთებ. ტიხონ. ტიხონ. Ты где? სად ხარ? რაო, კაცურეთ, მე კიდე ცოცხალი ვარ. დამპლებო. ტიხონი მოკლეს. მონასტერი 1976 წელი.
მამაო, სად არის მამა ანატოლი? ძინავს, თქვენ მამა ანატოლს. დიდი ხანია ველოდებით უკვე, რას ძინავს? მესმის, ძინავს და რამდენი ხანი უნდა ველოდოთ, დავიღალეთ. ხომ ვერ გავაღვიძებ არა? დაელოდეთ, მალე გამოვა, დაელოდეთ. მამა ანატოლისთან მინდა საუბარი. იპოვა რა ვისთან ილაპარაკოს. ჯობია რადიოს მოусმინო, მეტი სარგებელი გექნება. უბედურება გჭირს? ხო, უბედურება. ისეთი უბედურება, რომ კარგი, ნუ მოთქვამ. წავალ ვკითხავ. შეიძლება დაგილაპარაკოს. თუმცა რაღაც ვერ არის დღეს ხასიათზე. კითხეთ. მე ვალში არ დაგრჩებით. გაწიე აქედან სულელო. მეორე აღარ დამანახო. უკაცრავად. რა იყო? ყველობისთვის გინდა ლოცვა-კურთხევის აღება. აი შენი ლოცვა-კურთხევა. გთხოვთ, ძვირფასო მამაო, კითხეთ, ბერ შეუძლია თუ არა ლოცვა-კურთხევა მომცეს აბორტზე? ყույლი გინდა თქვა? და მეც გინდა ჩამიტრიო, ჰა? არ ვიცი. რომ გავაჩინო და ცოლად არავინ მომიყვანოს, ვის ჭირდება სხვისი შვილი? შენ ისედაც არავინ მოგიყვანს ცოლად. ეგრე გიწერია. ესე შვილი მაინც გიყოლება. ნუ გეში. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დაწყევლი, რომ უცოდველი ბავშვი მოკალე. თქვენ საიდან იცით? თქვენ ხომ ბერი არ ხართ? იქნებ მე თვითონ მყავს ადამიანი მოკლული. კარგი ადექი. მუხლებზე დაჩოქილმა ღმერთს უნდა ევედრო. ჩემ წინ კი არ უნდა იდგე. ბიჭი გეყოლება. ოქროსი. აბა გაიქეცი აქედან, მიდი.
ღმერთო შენ მიშველე. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა. აწდა მარადის და უკუნეთი უკუნისამდე. დიდება შენდა, დიდება შენდა. დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. დიდება შენდა ყოვლად წმინდა ოსამებაო შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო გვიხსენ და გვილხინეთ ცოდვათაგან ჩვენთაგან. უფალო შეიწყალენ და ნათელში ამყოფე უცოდველი სული მოკლულისა მეომრისა ტიხონისა. მიუტოვე შეცოდებანი, ნებისთნი თუ უნებლიეთნი, და უმკვიდრე სასუფეველი და ღირსქმენ ეზიაროს ნეტარსა წყალობასა შენსა. უფალო, იესო ქრისტე, ზეოღვთისაო, შემიწყალენ მეცოდვილი. უფალო, იესო ქრისტე, ზეოღვთისაო, შემიწყალენ მეცოდვილი. უფალო, იესო ქრისტე, ზეოღვთისაო, შემიწყალენ მეცოდვილი. არ მიმატოვო უფალო. გევედრები არ მიმატოვო. არ მიმატოვო მეცოდვილი. შემიწყალე უფალო. დაიცავი სული ჩემი სიბნელისგან. ღმერთო, უფალო.
შემიწყალე მეცოდვილი. ღმერთო არ მიმატოვო მეცოდვილი. შემინდე ღმერთო. სახურო მე უსოპითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფრო ისოვლისა განსპეტაკნე. მასმინო მეგალობაი და სიხარული დაიხარებდნენ ძვალნი დამნაბლებულნი. Парамиакция перешени цодвата ჩემთაგან. და ყოველნი უშულოებანი ჩემნი ახოცე. გულიწმინდა იდაჰბადე ჩემთან ღმერთო. და სულიწრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან. და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მიიღე წმინდათა მამათა ლოცვანი უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ამინ მამა ანატოლი ვიღაცამ სახელურს კუპრი წაუსვა ნეტო ვინ წაუსვა მოშურნეებმა ალბათ გაწმენდა ჭირდება ეხლავე ერთ წუთში გავწმინდავ და მომეცი რამე რომ ხელიც გავიწმინდო არაფერი არ მაქვს როგორ არ გაქვს ძველმანებს ხომ გაძლევ სამეურნეო საქმეებისთვის ნუ მართლა არ მაქვს თუ გინდა შემოდი და შენ თვითონ ნახე აქ მაქვს კუპრი ჭუჭყი კარგი რაც არ უნდა მოგცეს კაცმა არაფერი ყოფნის შენ ჩვენი მამაო მამა ფილარეტის დავალებით გამოცხადდი და ალოცინე თავი მამა ფილარეტს და იცხოვრე მასთან ერთად მშვიდობით ღირსეულთან იქნები ღირსეული შენ ახლა რაღაც ისეთი მითხარი რაც ვერ გავიგე
მამა ფილარეტი მოწყალებას იღებს შენზე და გიხმობს მის საცხოვრებელში. შენი შერყეული ჯანმრთელობის გამოსაკეთებლად. და გათბობას ვინ მიხედავს აქ? ამ ადგილზე მორჩილი ნიკოდიმი დანიშნეს უკვე. როგორ? მას ხომ ცეცხლის ეშინია. ყველას გვეშინია გეენის ცეცხლის. მისმნე მამაო. დამლოცე, მე აქ დავრჩები, აქაურობას მიჩვეული ვარ, ყველაფერი ვიცი. აი თოვლი, ზამთარი, გათბობა ხომ საჭიროა? გესმის მაინც რას გეუბნები? მამა ფილარეტი მოწყალებას იჩენს შენს მიმართ. მისმინე. წერა კითხვა ხომ იცი? რომ არ ვიცოდი უფროსად არ დამაყენებდნენ. და წმინდა წიგნებიც წაგიკითხავს. წამიკითხავს. ბევრი ზეპირადაც კი მახსოვს. მე კიდევ დამავიწყდა. რისთვის მოკლა კაინმა თავისი ძმა აბელი? ხომრობას გირჩევნია სახელური გაწმინდო. მიშველე ღმერთო. ჭუჭყს მიაქვს აქაურობა. ხუმარავ. რა სილამაზეა. აი ყოველთვის მაშინებ. სად ისწავლე ასე ჩუმად სიარული? თუ გნებავთ ნალებს გავიკეთებ. ჩექმაზე შორიდან რომ ისმოდეს ჩემი ფეხის ხმა. მე გაგიკეთებ. ეს მონასტერია და არა საჯინიბო. ყველამ რომ ნალები დაიჭედონ, წარმოიდგინე რა ტყაბატყუბი ატყდება. როგორც იპოდრომზე. თქვენზე მერე ფსონებს დავდებ, ხო? რა მოხდა ამჯერად? გავკადნიერდები და გეტყვით. მამა ანატოლი. ისევ მამა ანატოლი? კიდევ რა ჩაიდინა? აი აქ წერია ყველაფერი. რას მაჩრი შენს ნაჯღაბს? ქალაქის საბჭოში კი არ ვართ. თუ რამე გაქვს სათქმელი მითხარე. და ეს რომ მეორედ აღარ დავინახო. მამაო, გულით გეუბნებით. შეუძლებელია მეტი სატანა. პირველი. ხელპირს მამა ანატოლი არასდროს იგანს. მეორე. მსახურებაზე სულ აგვიანებს. მესამე, მასთან გამუდმებით ხალხი მოდის, მატერიკიდან. იქაურობა მონასტრად კი არა ნინიას ბაღად გაქცია. გუშინ ტაძარში გამოცხადდა, ერთ ფეხზე ქეჩი ჩექმა, მეორეზე კი წინ დაეცვა და საზიზღარი ხმით წაიმღერა. მამაო, ძმები აღშფოთებულები არიან. სადღესასწაულო დღეებში მართალია ღვთისმსახურებაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ლოცვებზე არ გამოდის. იცვლის და მიდის ეკლესიიდან. რის გამოც არაერთხელ დაგვიტოვებია ტრაპეზის გარეშე. საკმარისია, შენგან თავბრუდა მეხვა უკვე. მე კიდე სად არის ახლა? სად იქნება? აი, საქვაბეში. საეროებთან ერთად ჩაისვამს. შაქრით. დაუძახო? არა, არ არის საჭირო, მე თვითონ შევული. შენ გადაეცი ჩემი თხოვნა რომ დაანებოს საქვაბეში მსახურობას და ჩემთან გადმოვიდეს კელიაში. გადავეცი და რაო? კითხა. ვიცი თუ არა, რისთვის მოკლა კაინმა აბელი? და რისთვის მოკლა?
ძალიან გინდათ რომ მაწყენინოთ. კარგი, მომიტევე, მე ცოდვილს. მიდი, მე თვითონ მოვული მას. გულახდილად გეუბნებით სუფთა გულით. წადი, ჩემო კარგო, წადი. მაპატიე. დედა უღვთისა, ყოვლადწმინდა უღვთისმშობელო. შემიწყალენ მე. მიხსენ და შემიფარე. მომეცმე და ძმათა ჩემთა ჯანმრთელობა და ძალა. და დღეს გქონდეს სიხარულით სავსე და უცოდველი. შემიწყალენ ყოვლადწმინდა უღვთისმშობელო. დაიფარე რწმენა ჩემი და გააძლიერე სიყვარული შენდამე. გულიწმინდა განმიახლე და სულიწრფელი მომმადლე უფალო. მიტოვებად და განშორებად ყოველთა უწინდელ ცოდვათა. წმენით და იმედით აღდგომით მამათა ძმათა და დათა ჩვენთა და მიეცმათ საუკუნო ხსენება ჭეშმარიტად. ღირსეულარს და აღემატება ყოველთა მფარველობა შენი და ყოვლად უხრწნელო დედა უღვთისა ჩვენისა. აღმატებით ქერუბიმთასა და უზენაეთსა სერაბიმთასა. მამაო. მამაო, აი ყველაფერი სახლისაა. იოცეთ ჩემი გარდაცვლილი ქმრისთვის, რომელიც დიდ სამამულო ომში იქნა უდანაშაულოდ დაღუპული. დაჯექი, ჩაი დავლიოთ. დაჯექი. მიდი მომიყევი. ბოლო დროს ხშირად მესიზმრება. და რას ამბობს? არაფერს არ ამბობს. კნესის და კნესეს. ალბათ ცუდად არის იქ. ძალიან გიყვარდა? მე ახლაც მიყვარს ის. ერთად სულ რაღაც 9 წელიწადი ვიცხოვრეთ. მერე წაიყვანეს. და აგერ უკვე 30 წელია ქვრივი ვარ. მაშ კარგი. ასეთი სიყვარულისთვის არ იქნება ცოდვა რომ ითხოვო. წავალ მამა ანატოლისთან და ვნახავ. წმინდანი არ არის, მაგრამ ნაკითხი ადამიანია, იქნებ რამე საქმიანი რჩევა მოგცეს. მოდი აქ ერთი წუთით. სანამ მე მასთან ვილაპარაკებ, კარს გავაღებ. შენ აქ დადექი და ყველაფერს გაიგებ. ოღონდ ჩუმად იდექი. მოდი. რა ქვია მას? მიხაილი. როგორ? მიხაილი. კარგი. მამაო, ხალი მოვიდა. ქვრივი. გთხოვთ რომ ომში დაღუპული მისი ქმრისთვის მიხაილისთვის ილოცოთ. არ გამოვა. ცოცხლისთვის შეუკვეთონ მსახურება მიცვალებულთათვის. როგორ? ის ამბობს რომ 44-ში მან ბრძოლის ველს თავი შესწირა. არაფერიც არ შესწირა. ის ტყვედ ჩავარდა საფრანგეთში. გამარჯვების შემდეგ კი იქ დასახლდა. ეხლა აი ავად არის. სიკვდილის წინ თავისი საყვარელი პირველი ცოლის ნახვა სურს. ნუ არაფერია. აქ. არაფერი. მიდი.
ყველაფერი გაიგე? ამბობს ცოცხლებისთვის არ აღავლენ ემსახურებასო. ცოცხალია შენი ქმარი და ავად არის. საფრანგეთში უნდა წახვიდე. აბად მყოფი ან უგეშო სიკვდილის წინ და თვალები შენი ხელით დაუხუჭო. რას უყურებ? შეასრულე. როგორ მამაო? მე მას საფრანგეთში მერე რა? საფრანგეთში ცხოვრობს ხალხი. როგორ მამაო? ეს ხომ კაპიტალისტური ქვეყანაა, არ გამიშვებენ. ეჭვი ნუ გეპარება. მამა ანატოლიმ თუ გითხრა რომ გაგიშვებენ, ესე იგი გაგიშვებენ. როგორ მამაო? მე ხომ სახლი მაქვს, ძროხა, საშინაო საქმეები, ღორები უნდა დავკლა. ყველაფერი გაყიდე, ბოლომდე. ყველაფერი? ყველაფერი ბოლომდე. მისმინე. გაყიდე, არინანებ. შენ ღორში გამიგია ბევრ ფულს მოგცემენ. ძვირფასი გოჭი. იცი როგორ შევჭამდი მაგის ხორცს? მე თვითონ ვიყიდი შენგან. მართლა. თქვენ მამაო, დამცინით? შენი ქმარი გიყვარს? ხო და შეასრულე ის, რაც გიწერია. მისმინე. ნუ მაწვალებ. გაემგზავრე. Я так слаб душою, телом также слаб, и страстей греховных я преступный раб. ძმაო, რატომ არ შეგიძლია საბჯენზე უფრო მაღლა დაკიდო? სარეცხი მიწაზე დევს. ნიკოდიმ, შემოდი ჩემთან საწყობში. ყუთები მიდევს იქ. რაღაც ცოტანი ხართ დღეს. და შენ რითხარ ხარ აქ დაკავებული? მამაზე ციერს თხოვნას უგზავნი, რომ კიდევ ერთი ზამთარი გადამატანინოს. თორემ ძმებს გაუჭირდება ტყინვაში საფლავის თხრა. მადლობა ღმერთს, ხუმრობა დაიწყე, თორემ ფიქრობდი რომ აი, ხედავ, გაცურა. გაცურა. ილოცე ჩემთვის მამაო ანატოლი. ეს შენ უნდა ილოცო ჩემთვის. მეცოდვები შენზე სამჯერ მეტი მაქვს. რას ამბობ? ხო, შენ ხომ არ გიყვარვარ, მამაო იობ? ფილარეთს ვუყვარვარ. და შენ მის გამო ცდილობ. რისთვის უნდა მიყვარდე? ჩემს კელიას ხუმრობის გარეშე არ ჩაუვლი. ხან სახელურს სვრი, ხან ყველანაირ ნაგავს მიგდებ. გონია შენი მინიშნებების გარეშე არ ვიცი ჩემი ცოდვების შესახებ. კარგი. დავივიწყოთ, ძმაო. მომიტევე მე ცოდვილს.
არ გინდა. მე თვითონ. ნუ კარგი. მოდი ხელში აგიყვან. არ გინდა, მე თვითონ. აქ ფრთხილად. მე თვითონ. კარგი, ფრთხილად. ფრთხილად. იცით, ფარდულის სახურავიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ახლა ბარძაყი ულპება. 4 ოპერაცია გავუკეთეთ. მაგრამ ვერაფერი შველეს. მთელი პროფესორები მოვიარეთ, ქირურგები, ვერ დედა მცხელა. ცხელა ახლავე მოიცა, ბიძია დაგეხმარება. ახლავე. ექიმებთან დავდიოდით, ქირურგებთან დავდიოდით, ვერავინ დაგვეხმარა, მას კი ბარძაყი ულპება. დაჯექი შენ, დაიღალე. ბიჭს რა ქვია? ვანიჩკა. ახლავე ბიძია დაგვეხმარება და სახლში წავალთ. ასე. მოდი ყავარჯნები ავიღოთ ჯერჯერობით. ადექი. კუნძს მოგიწევ. კუნძზე დააყენე, ნუ გეშინია. მას ხომ სტკივა? ნუ გეშინია, დააყენე. გეჭიროს. ჩემო მზეო. ვანიჩკა. ახლა მე ვილოცებ. და შენ შეეხვეწე ღმერთს. შენი სიტყვებით. როგორც იცი, ისე რომ ფეხმა გაგიაროს. ის კეთილია. დაგეხმარება. უნდა დაგეხმაროს საყვარელო. უნდა დაგეხმაროს. მიდი. წყნარად იდექი ოღონდ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, ამინ. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. მეუფეო ზეცათაო, ნუ გეშინის მცემელო. სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა. საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო. მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვრე სახიარო სულნი ჩვენი. თხოვე ღმერთს. დამეხმარე გთხოვ რომ ფეხი აღარ მდგიოდეს და შემიხორცდეს. მეუფეო ყოვლის მყრობელო. წმინდაო მეუფეო, რომელიც ჯიდა არ წარსყმენდ. გაგვაძლიერე და დაუცემლად აღმართე და ყოველი ხორციელი განკურნე სინანულში. ლოცულობთ და გავედრებთ მონასა შენსა, იოანეს შეუძლოდ მყოფელს. მოჰმადლე წყალობა შენი და მიუტევე შეცოდებანი ნებისმიერ უნებლიეთნი. მომეც სამკურნალო ციური ძალა, შეეხე მის ხელს და დააცხრე წყურვლებანი მისნი. არიდებ ნებანი და ავადმყოფობანი, იყავ მონისა შენისა იოანეს მკურნალე. აღადგინე ის ნეულებათაგან და სისუსტეთაგან, თლიანად და სრულყოფილად. არ გუნე მას კეთილმოქმედი ეკლესია შენი და შემსრულებელი ნებისა შენისა,
რამე თუ შენ გაქვს წყალობა და შენდობა ღმერთო ჩვენო. შენ და დიდებას აღვავლენთ. მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დიდება შენ და ღმერთო. დიდება შენ და უშველე ვანიჩკას საბრალოს. განკურნე მისი ფეხი ღმერთო. ყოვლის შემძლეუფალო. გვიშველე ჩვენ საბრალოთა. დიდება შენ და წამს ღმერთო. მიშველე. აი ვანიუშა. დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი შენ თვითონ სადე, ჰა? მიდი. მას ფეხი არ შეიძლება. არა უშავს. ნუ ნერვიულობ. შენ თვითონ მოსინჯე. ოჩა. ვანიუშა, აი ყავარჯნები კი აღარ დაგჭირდება. დაივიწყე ისინი. მოდი ჩემთან. მოდი დედასთან, ჩემო მზაო. ჩემი ოქროს ბიჭი. მაშინ ჩვენ წავალთ. მადლობა თქვენ. სად მიდიხართ? მონასტერში უნდა დარჩეთ ღამე. ხო, მე და მამა ფილარეტი შენს ბიჭს ვაზიარებთ და აღარასდროს იკოჭლებს. არ შემიძლია დარჩენა. სამსახურში უნდა წავიდე. რა იყო აქ გეთამაშებით? მატარებელზე მაქვს ბილეთი. საკუთარი შვილი უფრო ძვირფასია. დიახ. თუ სამსახური. სამსახურშიც უნდა წავიდე. წადი. თვალებიდან დამეკარგე, წადი. გაჩერდი. მოიცადე. უკან დაბრუნდი. ნაპირზე. მოიცადე. მოიცადე. რას აკეთებს? რას აკეთებთ? მოდი აქ ბიჭო. რა ჩაიფიქრეთ? შენი თავი არ გეცოდება ბავშვი მაინც შეიბრალე. ის ხომ ინვალიდი დარჩება. გაუშვით. უი, სულელო. გაუშვით ხელი. გაუშვით, რას აკეთებთ? გაუშვით, ვანია. ვანია. წამოდი ვანიჩკა, ნუ გეშინია. სამსახურიდან გამომაგდებენ. მიყვარს შენი სამსახური? მიყვარს ჩემი სამსახური, ძალიან მიყვარს. გაიგეთ რა, პროექტს ვაბარებთ და ნახევარი კაბე სამსახურში აღამებს. მილი გაგისკდათ მან. ყველას მდუღარი წყალი გადაესხა და 3 დღე თქვენივე ხარჯზე გაგანთავისუფლეს, ნუ ღელავთ. საიდან ეცით ეს ყველაფერი, რატომ იტყუებით? არ ვიტყუები. აი როცა გაიგებ უკვე გვიანი იქნება. გაიმგზავრე დედა. შენთვის არ მცხელა. მამაო ანატოლი ისევ სკანდალი მოაწყვეთ? მისმინე. ის აიყვანე. ამის გასათევი მოუწყვე. ხვალ მამა ფილარეტი მსახურობს და ვაზიარებთ და მორჩა. და ბიჭი ვისია, დავიღალე მე. ახლა რა უნდა ვქნათ? თქვენი ბავშვია? დიახ, ახლა სად წავიდეთ? ღმერთო. რა მოგიხერხოთ, წამოდით.
ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამოვიდა. ზრახვასა უხმთოსასა და გზასაც ოდვილსა. არა დაჯდა და საჯდომელსა უშჯულოთასა. არა დაჯდა. არამედ სჯულსა უფლისასა. არს ნება მისი და სჯულსა მისსა ზრახავენ. იგი დღე და ღამე და იყო იგი ვითარცა ხე დანერგული თანა. წარსადინელსა საწყალთასა. რომელმან გამოსჩი ნაყოფი მისი ჟამსა, თვისა და ფურსალნი მისინ, არა დასვივდნენ. და ყოველი ვერაიცა ყოს წარემართოს მას. არა ესრე უღმრთონი, არამედ ვითარცა მტვერი, რომელიც აღავის ქარმან პირისაგან ქვეყნისა. ამისთვის არა აღდგნენ უღმრთონი სასჯელსა. არცა ცოდულნი ზრახვასა მართალსასა. რამე თუ უწყის უფალმა გზა მართალთა და გზა უღმრთოთა წარსხდეს. მანდრას აკეთებ. შენ გელოდები. მუგუზალს რაღაცომ მისვრი. ნუ შემთხვევით ხელიდან გამისყდა და ვხედავ შენ მოდიხარ. გასაგებია. ვერაფერიც ვერ გაიგე. მოდი ჩამოძვერი ქვემოთ. არ მინდა, აქაც კარგად ვარ. შენზე ჩივიან. ძლიერნი აღსდგნენ ჩემზე და მოიძიეს სული ჩემი. რა გიყო მითხარი მასხარავ? დიდი არ საქმენი შენი ღმერთო. ამბობენ სრულ მორწმუნეობას ავრცელებ. ხიბლავ ხალხს და ძმებს. მიხსენ ადამიანის ცილიწამებისაგან. კი არ დაეხსნენ, არამედ განსაჯე ძმაო. მე როგორც შენი უფროსი უნდა გსჯიდე. ღმერთო, ხსნელო და განმანათლებელო ჩემო. ვისი უნდა მეშინოდეს? მიყურებენ? მე შენ გიჩვენებ მასხარავ. ღმერთს მივართმევ მისაგებელს და ნუგეშსაც მას ვთხოვ. უფალო შეგვიწყალენ. უფალო შეგვიწყალენ. უფალო დამეხმარე. ჩემ გზაზე. მე ისეთი სუსტი ვარ, როგორც სულით, ისე ხორცით. ცოდვილი ვნებების ერთგული მონა ვარ. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ კომის მიერ. მამა ანატოლი ისევ არასწორ მხარეს მიბრუნდა. მოაბრუნე ადგილზე.
განსაცდელია ძმებო. ხანძარია. ხანძარია ძმებო, ჩააქრეთ, ხანძარია. შენ ხომ იცოდი ხანძარზე მასხარავ. ეს არავინ უწყის, მხოლოდ ერთ არც მაუფალმა. გახსოვს მუგუზალი რომ ფეხებში მესროლე. მე არ დამვიწყებია. პირდაპირ რატომ არ მითხარი? მუგუზლების სროლა რომ დაიწყე. მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჩემთვის შენი ნიშნები გაუგებარია. თუ ბოროტ მეტყველებენ თქვენზეთ ქრისტეს გულისათვის, ღვთიური სული შეგიწყალებ. ნუ გაურბი ხარ. მიპასუხე, შენი უფროსი ვარ მაინც. ნეტარ არიან, ვისაც განდევნიან, გლანძღავენ, უსამართლოდ ბოროტის მეტყველებენ, მათზეც ჩემი სახელისთვის. გაჩუმდი, გაჩუმდი. თქვენს რისხვაში მზე არ ამოვა. თქვენი ვლოცვით ჩავაქრეთ ხანძარი მამა ოფილარეთ. თქვენი კელია დაიწვა. ცოტა, მაგრამ ქათამი მაინც გადავარჩინეთ. მე საკმარისია. ქათამივით აკრიახდით. თქვენ მამაო იობ. უფლის ტაძარში ხართ და არა თქვენს კანტორაში. აქ ქვეყნის ამბების განხილვა საჭირო არ არის. ტაძარს ლოცვა უყვარს. წინამძღვარო, წინამძღვარო. ეს თქვენი მეკელი ამბროსია დამნაშავე. თურმე ნავთს როცა ასხამდა ლამპაში დააღვრია. შემდეგ ასანც მოუკიდა და დაუვარდა და აი ცეცხლის გაჩნდა. გასაგებია, გასაგებია. ღმერთო. აი რას გეტყვი მამაო ანატოლი. არასდროს ვოცნებობდი იღუმენობაზე. მთელი ცხოვრება მინდოდა უდაბნოში მეცხოვრა. განდეგილი ზღვაწლი მიმეღო. ეს ხანძარი ვფიქრობ ნიშანია ჩემთვის იმისა, რომ დროა დავეყუდო. შენ როგორ თვლი? მე მეცნიერი არ ვარ, არაფერს არ ვთვლი. მე კიდევ იმიტომ მოვედი, რომ კელია გავიზიარო შენთან ერთად, სანამ ხანძრის შემდეგ ჩემსაც შეაკეთებენ. მიმიღებ? წინამძღვარი შენ ხარ, შენვე გადაწყვიდე. და სად გძინავს? აი აქ. აქ? ნახშირზე? ხო, პირდაპირ ნახშირზე. თუ გინდა გვერდზე მომიწექი. ხო? გვერდზე? გვერდზე. ძალიანაც კარგი. ერთად ვიმახვილებთ, ვილოცებთ. და ფიქრებს მივეცემით. ღმერთზე, საუკუნო ცხოვრებაზე. ოღონდ გაითვალისწინე შენ, რომ შემაწუხებელი მეზობელი ვარ და ღამე მახველებს. და უცბად პირდაპირ შუა ღამეს. ისე მინდება ხოლმე სიმღერა, რომ თუ გინდა იღრიალე. არა უშავს?
დიდი ხანია მინდოდა მეკითხა მასხარაო. რატომ იქცევი მსახურების დროს შეუფერებლად? წესდებით უნდა ილოცო. ყველამ თავისებურად რომ დაიწყოს, მაშინ რაღა გამოვა. ეკლესიისგან აღარაფერი დარჩება. მამა უფილარეთ. რა კარგი ჩექმები გაქვს. მოგწონს? ძალიან. რბილია ალბათ. ძალიან რბილია. მარტო მაგით შემიძლია სიარული. მე უფემ მაჩუკა კეთილი სულით. იცის რომ ალბათ ყოფი ფეხები მაქვს. საბანი კიდევ უკეთესი. ესეც მე უფემ? არა, ეგ საბერძნეთში ვიყიდე მიტროპოლიტთან ერთად, როცა წავედი ათონზე. ნუ კარგი. მოდი დავიძინოთ. ამას რას აკეთებ, მამაო ანატოლი? წიგნს ვკითხულობ ადამიანურ ცოდვებზე. ეხლავე დავამთავრებ. ღუმელში შევაგდებ და ცოდვილი აღარ არის. რას ჩადიწყეულო? ეხლა ვაპირებ მეორე გვერდი წავიკითხო. რომელი გვერდი? ეს ხომ ჩემი ფეხსაცმელია. მეორე არ არის. მორჩა. შენ რა არ იცოდი რომ არქიეპისკოპოსი ჩექმის ყელზე ყველაზე ბევრი ცოდვა ბროვდება? ჯამბაზი ხარ. რატომ გაქვს შაკეტილი? ეხლა ეშმაკებს გამდევნით. რომელ ეშმაკებს? როგორ რომელს? ყველგან არ არიან წყეულები? გააღე ახლავე. ახლავე. გააღე. მოიცა მამაო. მოიცა, ეშმაკს კვამლის ეშინია. ჩვენ ეხლა კვამლით. ჩვენ მაგათ. ამას შეხედე. საით გაგიწევია? აი კიდევ ერთი. აი კიდევ ერთი. შენ თვითონ ხარ ეშმაკი. გამრავლდნენ. აი თურმე სათყოფილან, აი კიდევ. წადი აქედან. დავიწვევით. მამაო, მოითმინე. დავიწვევით. სულ ცოტა დარჩა, ყველას გავყრით. დავიწვევით. ჩვენ მათ ვუჩვენებთ. თავარი კი ცეცხლში დამრჩა. აი ისიც, გამოვიჭირე. აი ისიც ეშმაკუნა. ოხ პატარა. და როგორი ბოროტი ხარ. დაახრჩო, უნდა დაახრჩო. აი შენ.
что смотришь? რას უყურებ? Страшный. საშიში ვარ? Такой. ესეთი ვარ. მე შენზე არც ბრაზდები ძმაო. მე პირიქით მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ, რომ განმათავისუფლე. ყველაფერი ზედმეტისაგან. მე მართლაც მიჯაჭვული ვიყავი მაგ ჩექმებზე და საბანზე. შენ კი გამათავისუფლე მათგან. მადლობა შენ. რაც მთავარია დამანახე, რომ რწმენა მაკლია. მე მართლაც შემეშინდა. მომკლავს თავის საქვაბეშით ხო? მომკლავს. სიკვდილის შემეშინდა. ცირედ მორწმუნეს. არ ვარ ესე იგი ჩვენ სუფალთან შეხვედრისთვის მზად. შემეშინდა ახსარების გარეშე დავრჩენილიყავი სიკვდილის წინ. კეთილი საქმე ჩემში ცოტაა. ცოდვები კი ბევრი. Добродетели. კეთილი საქმენი. Мои это добродетели. ჩემი კეთილი საქმენი. Смердят. ყარან უფლის წინაშე. Воняют. სუნი აზდით. Чувствую, как პირდაპირ გრძნობ როგორ ყარან. ოდა იგრძენი. სწორედ ამით გადარჩები. одно не пойму. ერთი არ მესმის. За что мне რისთვის это? მე ეს ყველაფერი? Почему именно რატომ через меня? გმოძღრავს უფალი მაინც და მაინც ჩემი მეშვეობით? Вроде за мои грехи. ჩემი ცოდვების გამო დასახჭობი Меня ვარ. мало. А меня тут აქ კი чуть ლამის не წმინდანად святым მაქციეს. сделали. А какой я რომელი წმინდანი მე ვარ? мир? სიმშვიდე არ მაქვს სულში. ტიხონ, ჩემო ძმაო. ტიხონ პეტროვიჩ. შენ ხომ გესმის ჩემი? Ты ж меня слышишь? Тихо, ტიხონ, ты ж все შენ ხომ жизнь мою მთელი знаешь. ჩემი ცხოვრებაზე პირად იცი? Видишь, как замучился. ხო ხედავ როგორ გავწამდი. Не могу. я მეტი больше. აღარ შემიძლია. Не жить нельзя. и убить. ცხოვრებაც არ შემიძლია და სიკვდილიც. Братец, ძმაო, да ты ж моя შენ ხომ надежда, ჩემი Вася. იმედი ხარ? Ну, молодой, უკანასკნელი. молодой. სულ მოკლე ვიყავი. Сколько лет? Нашу грех. მე ხომ ცოდვა სულ თან დავატარებ. Ни на минуту არც ერთი не წუთით, отпускай. არც ერთი წუთით არ მეშვება. Прости, შენ ხომ მაპატიე? помоли ევედრე ღმერთს რომ მომხსნას სიმძიმე სულიდან. души моей тяжесть. კოვზე აკაკუნებს შეხედე. ხო, აკაკუნებს. ჩაი. არა, არ მინდა შენი ჩაი. კარგი. მე მინდა. რატომ შემომხედა ეგრე? შენთვის არ შემომიხედავს. არა, შემომხედე. მამა, საერთოდ არ გიყვარვარ რა? საიდან მოიტანე? მე შენ მიყვარხარ შვილო. იტყუები. საერთოდ არ გიყვარვარ.
არ შემიძლია აქ ჩდომა. არ შემიძლია. რატომ? არ მინდა აქ ჩდომა. არ გინდა შვილო. სულ ჩაკეტილი ყავარ. რა? ამხანა გვადმირალო. ხილი. ვინმე დაგიძახა? ვინ გიბრძანა? შენ ფიქრობ რომ ავადმყოფი ვარ, არა? რას ამბობ, შვილო? დაღლილი ხარ. და კარგად დასვენება გჭირდება. მე კი ავად ვარ. ძალიან ავად. წმინდა ლოცვით გევედრებით უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. Аминь. ამინ. ქრისტე ჩვენ შორისაა. ეხლა იქნება. რატომ გამომიგზავნე საქმეველი? ოთხშაბათს დავკრძალავთ. ვის? ვისაც ღმერთმა არ გუნა. ღმერთო, რას ამბობ? სიკვდილის ტალღებმა განბანეს და სიკვდილის ბადეში გავეხვიე. შენ რა? მართლა გინდა რომ მოკვდე? შენთვის კუბოს შევუკვეთავ. მუხის გინდა, ფიჭვის გინდა, თუ როგორი გინდა? არ არის საჭირო, მზადაა კუბო. და სად არის? იქ ბანზე. ნახე, ყუთი დგას. შენ ადამიანურად სიკვდილიც კი არ შეგიძლია. იქნებ კუბო მაინც შეგეკვეთა. ყუთში მამაო, ყუთში. ანდერძია ჩემი ესეთი. ამინ. რა ადამიანი ხარ შენ, ჰა? სიკვდილიც კი არ შეგიძლია მაიმუნობის გარეშე. ყველა ადამიანურად კუბოში წევს. პატივცემლო ოპტინელ ბერებსაც კი კუბოთი მარხავდნენ. აბა შეხედეთ. ყუთი მიეცით, თოკებით. არა. ხვდები რომ ეს ამპარტავნებაა მამაო, ანატოლი, ამპარტავნება, გაიგე? ამპარტავნება არის ეს. შენ ხომ გიყვარ ვარ, მამაოიო? არა? გიყვარ ვარ? მე შენი ატანა არ შემიძლია. ბებრუხანა. შენ კიდე მეკითხები რატომ მოკლა კაინმა აბელი? გეტყვი. მეც მინდოდა შენსავით ხალხს დავხმარებოდი. არ იღებს ჩემს ხვერპლს ღმერთი. რას გელაპარაკები მეც? მოიცა.
როცა მოვკვდები, იტირებ? Настя, რა გჭირს? ნუ რა გჭირს? რა სერთობი მამაო ანატოლი? ამბობენ სიკვდილს აპირებ მასხარავ. მოგახსენეს უკვე? მენანება შენი დაკარგვა. აი რა ვიფიქრე. მინდა სქიმონას უნდა დაგკვეცო. ეს რა გამოდის? მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდი. მუცელს მართლმსაჯულებისგან ვიფარავდი და ეხლა ეს ყველაფერი უარყო? არა მამაო, არც იფიქრო. გაგონებაც არ მინდა. რაზე ამბობ? რაზე? ცოდვები მწვავენ, პირდაპირ მთელი სული დამიბუგეს. ისევ გაურკვევლად მელაპარაკები ძმაო. არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღმერთი ვერ გაპატიებს, იმიტომ რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. გეყოფა უკვე. არა უშავს. შენ ხომ მარტო არ ჩამოსულ ხარ? მამა ჩემია იქ. სახელი? ნასტია. შენი კი არა, მამა შენი სახელი. ტიხონ პეტროვიჩი. ადმირალი მყავს. ადმირალი? ხო. კარგია რომ ადმირალია. მიდი გაისეირნე. მაპატიეთ. ის ავადმყოფია. რა გჭირთ? დაგეხმაროთ? დაბუძახო ვინმეს? არა. ეს მე სულში ანგელოზები მიმღერიან. უკაცრავად. ის თავის თავს არ ეკუთვნის. ექიმებსაც ვაჩვენე. მოსკოვშიც. ვერაფერი შველის.
ამბობენ, რომ აქ მონასტერში ერთი ბერია. ისიც თუ ვერ დაგვეხმარა, აღარ ვიცი რა ვქნა. დიდი ხანია ეს ჭირს. მას შემდეგ რაც ქმარი დაეღუპა. 4 წელი და 6 თვე გავიდა. ბარენცის ზღვაში, ყვინთავი იყო. მითხარით თქვენი ბერი გიჟებს კურნავს? ის არ არის გიჟი. მაშინ რა ჭირს? ეშმაკეულია. ეშმაკი უზის და აწვალებს. ეს რაღაც სასაცილო ჟღერს. მომიტევეთ და თქვენ საიდან იცით? მე მას პირადად ვიცნობ. ვის? მაგ ეშმაკს. ნასტია. შვილო. სათხარ. ნასტია. ნასტინკა. წამოდი აქედან. წამოდი, წავიდეთ. ნასტია, გაჩერდი, სად მიდიხარ, ნასტია? აი ასე. Сипа. ამოძვერი, მოვედით. არა. არ წამოვალ თქვენთან ერთად. საჭიროა ძვირფასო. არა, რას ამბობთ? დაღლილი ვარ, თქვენ მიდით, მე აქ ვიჯდები. არა, არ წამოყვებით, არა. როგორი საზიზღარი ადამიანი ხართ? თქვენი კუნძულით საზიზღარია. არ წამოყვებით. საჭიროა. არა, არ წამოვალ. რას იზამ, საჭიროა. ნუ გეშინია. არა, არ წამოვალ. არ მინდა. ყველაფერი კარგად იქნება, წამოდი. არ მინდა მეთქი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, და იყოს წმინდა ნება შენი. ახსდეგენ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ილტვოდენ მოძულნემნი მისნი. პირისაგან მისისა ვითარცა მოაკლდეს კვამსა მოაკლდნენ და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა. ეგრეთ წარწყმენდინ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარს ღმერთი და გამოისხავენ პირჯვარსა და სიხარულით აიტყვიან. გიხაროდენ ყოლად პატიოსანო და ცხოველის მყოფელო ჯვარო უფლისაო. გამდემნელო ეშმაკთა შენზე და ჯვარცმულისა ძალითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტე
ქრისტესითა ჯოჯო ხეთსაშინაშთა ასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა რომელმანცა მიგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლად პატიოსანი განსადევნელთ ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა თოი ყოვლად პატიოსანო და ცხოვლის ყოფილო ჯვარო უფლისაო შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმინდისა ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა თანა უკუნისამდე ამინ დიდება შენ და ღმერთო შეგვეწიენ ჩვენ უძლურთა ამინ ასე აცი ყველაფერი კარგად არის იტირე არა უშავს იტირე მადლობა თქვენ. უკაცრავად, ბოდიში. არც კი ვიცი როგორ გითხრათ მადლობა. ნასტინკას ბერიცნობ. სულ ანათებს. ჩვენ ეს ღმერთს უნდა უთხრათ მადლობა. შებძანდით იქ ტაძარში. ნასტიამ აღსარება უნდა თქვას და ბაზიაროთ. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ თვითონაც რომ თქვათ აღსარება არ გინდათ? რაღაც თქვენი არ მესმის, მაპატიეთ. წამოდით, ეხლავე აგიხსნით ყველაფერს. წამოდით. ნუ გეშინია ადმირალო. შემოწმება ხომ არ მაქვს. აქ პირველი განყოფილება ხომ არ არის. მე არც არავისი მეშინია. უკვე აღარავის მეშინია.
მართლა არ მესმის. Я действительно... რაში გჭირდებით? Зачем я вам нужен? 42-ში. ტყვედ ჩავარდი. თვად ბიჭი ვიყავი. გერმანელებმა სიცოცხლე შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი ამ ხანაგისთვის მესროლა. სად მსახურობდით? აქვე მსახურობდი. ჩრდილოეთის ფლოტში. და რა ერქვა მაგამ ხანაკს? მე არ მახსოვს. უფროსი იყო ჩემზე, შკიპერი მგონი. საბუქსირე გემი მიყავდა. რატომ არ მეკითხები ვესროლე თუ არა? Расстрелял я его. Маш ესროლე თუ არა? Расстрелял. ვესროლე. И как мне с და როგორ ვიცხოვრო ამით არ ვიცი. Я не знаю. არც მე ვიცი. და რატომ მიყვები ამის შესახებ? Рассказываешь. ბებერი ვარ. და ასეთი ცოდვებით სიკვდილის მეშინია. მეშინია. ნუ გეშენია. მოკვდი მშვიდად მამაო. მე ვიცნობდი მაგ მეზღვაურს. ცოცხალი აღმოჩნდა. შენ მაშინ ხელში მოარტყე. აფეთქება რომ მოხდა. ბორტზე დაფას ჩაეჭიდა. დილით კი იქ თავისიანებმა იპოვეს. მაპატიეთ მე. მაპატიე მე ყველაფერი, ჰა? დიდი ხანია გაპატიე. მეგონა ცოცხალიც აღარ იყავი. მეგონა მაშინ გემთან ერთად ტიხონ. მიდი, მშვიდობით. ღმერთი არის შენთან. აი მიჭირავს. ღმერთმა გიშველოთ ძმებო. კარგი ნამუშევარია. ზემოდან ჯერ სახიხით, შემდეგ კი ლაქით გადავუარეთ. ავეჯია, თუ გინდა მისაღებში დადგავ, ბუფეტის მაგივრად, ჰა? მოგწონს? აბა რა ჩაიდინე? მე ხომ კუბო მჭირდება, ბუფეტი კი არა. მე შენთვის ვცდილობ. უკეთესი მინდოდა. შენ კიდე მაინც არ მოგწონს.
გინდა სახეხს მოვიდანთ და უცბად მოვაშორებთ. ან წავუსვათ ეს შენი ნახშირი. უბრალოდ მითხარი რა გინდა. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, მამაო ანატოლი. მისმინე. მამაო. მამაო იო, მაპატიე მე ბებერს, სულელს, კუპრისთვის, კაენისთვის, ამბუფეტისთვის, ღმერთი მასთან, კარგი, ქრისტეს გულისთვის მაპატიე. არ გვინდა ძოლის გახსენება, შენც მაპატიე. უსამართლოდ გექცეოდი. შენც მაპატიე, ქრისტეს გულისთვის, მაპატიე მამაო, ღმერთი გაპატიებს. აი, შეხედე. მოდი ავიღებ ნახშირს და ნახე. როგორ გამოდის, ნახე. ეხლავე გაუწმინდავ, მთლიანად. უყურე. როგორ შენ გინდა ისე, უყურე, მამაო ანატოლი. მამაო იობ, დამეხმარე. აი ასე კარგია. ახლა კი წადი. და მამა ფილარეთს უთხარი, რომ მონახტისა ანატოლი გარდაიცვალა. კი, მაგრამ როგორ? მამაო ანატოლი. სიკვდილი არ არის საშიში. სიკვდილი არ არის საშიში. საშიში ღვთის წინაშე წარსდგომა იქნება. ცოდვები მაწვებიან. მე როგორ გავიცხოვრო? ყველა ცოდვილია. იცხოვრე როგორც ცხოვრობ. უბრალოდ დიდი ცოდვა არ ჩაიდინო. ნუ კარგი. ვილაპარაკეთ გვეყო. წადი ძვირფასო, წადი. და ღმერთი იყოს შენთან. უფალო, მიიღე სული ჩემი ცოდვილი. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ.com-ის მიერ.